ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლსი აღიარებს იმას, რომ სიგნალის ჩატისა და ცვლილებებზე თავდასხმას განიხილავდნენ მისი შექმნელია. მან ასევე განაცხადა, რომ გამოცემა ატლანტიკის მთავარი რედაქტორის ჩატში დამატებასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ამავდროულად ჯეფრი გოლდბერგზე განაცხადა, რომ ის საშინელი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტია. მაიკ უოლსი ამბობს იმასაც, რომ არ იცის როგორ აღმოჩნდა ჯეფრი გოლდბერგი ამ ჩატში, თუმცა ამავდროულად გასადაპირება იმისიც, რომ ილონ მასკთან ერთად ამ ყველაფერს ძალიან მალე გაარკვევენ და ის აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მაიკ უოლსმა ჯეფრი გოლდბერგს მატყუარა უწოდა და განაცხადა, რომ მან მთელი კარიერა აიწყო დეზინფორმაციისა და ტყუილების გავრცელებით. იგივე საუბრობს ამერიკის თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეტი და ამავდროულად მაიკ უოლსმა ისიც განაცხადა, რომ ის არ იცნობს ჯეფრი გოლდბერგს და მას შემდეგ, რაც გამოცემა ატლანტიკის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა ისაუბრეს და ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხყოფას კი მიაყენეს ჯეფრი გოლდბერგს, ატლანტიკის პრეს-სპიკერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოცემის მისი რედაქტორისა და რეპორტაჟების დისკრედიტაციის მცდელობა ნაწილია სქემის, რომელსაც ჟურნალისტებისადმი მტრულად განწყობილი თანამდებობის პირები მისდევენ და კონსტიტუციას არღვევენ. ეს იყო ნათქვამი გამოცემა ატლანტიკის განცხადებაში და ასევე ტრამპმა მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, განაცხადა, რომ მხარს უჭერს მაიკ უოლსს და ამავდროულად ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მაიკ უოლსმა თავის შეცდომებზე ისწავლა და რომ ის ძალიან კარგი ადამიანი არის და დონალდ ტრამპი აცხადებს იმასაც, რომ მაიკ უოლსი გააგრძელებს საქმიანობას და ასევე ისაუბრა იმასაც, რომ კონფიდენციალურ ჩატში ატლანტიკის რედაქტორის ყოფნას არანაირი გავლენა არ ქონია იემენელ ჰუსიტებზე მიტანილი იერიშთან და პირიქით ეს ამ იერიშმა წარმატებითაც ჩაიარა და დონალდ ტრამპი აღნიშნავს იმასაც, რომ კრიტიკა მაიკ უოლსის არის უსამართლო. აქამდე პოლიტიკო წერდა იმას, რომ თეთრ სახლში განიხილებოდა მაიკ უოლსის გადადგომის საკითხი და ასევე პოლიტიკოსზე დაყრდნობით საუბარი იყო იმაზეც, რომ თეთრ სახლში არაერთი ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მაიკ უოლსი თავადაც უნდა გადადგეს, თუმცა მაშინ ელოდებოდნენ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა მაიკ უოლსს და საკმაოდ დიდი კრიტიკა მოყვა ამ საკითხს სოციალურ ქსელში. სენატორები წერდნენ იმას, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ამერიკელი სამხედროების საფრთხეშიც კი ჩაეგდო. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 24 მარტს ატლანტიკის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი აღმოჩნდა სიგნალის საიდუმლო ჩატში, რომელიც იყო მაიკ უოლსის შექმნილი და აქ განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ და მასში დამატებულები იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ასევე თავად მაიკ უოლსიც.